დილამშვიდობის როგორც შეგპირდით დაუბრუნდით და დაუბრუნდით ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად რუსთაველის თეატრის მცირე სცენას 50 წელი უსრულდება. ამ თარიღს რუსთაველის თეატრში აღნიშნავენ 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს და დღეს ჩვენი სტუმრები არიან რუსთაველის თეატრის დირექტორი სოსო ლაღიძე, რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე ბელა ჭუმბურიძე და რეჟისორი და მსახიობი გოჩა კაბანაძე. დილამშვიდობის და დიდი მადლობა მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დავიწყოთ თავიდან. როდის დაარსდა და რა იყო იმ დროს მიზეზი რომ გაკეთებულიყო ასე ვთქვათ ალტერნატიული სცენა. მაშინ ესეთი რაღაცა გადავწყვიტოთ. მე შესავალს ვიტყვი. კი ბატონო, კი ბატონო. მე აქ არის რეჟისორი გოჩა კაბანაძე და გამგე მუზეუმის ჩვენი ბელა, რომლებიც მე გააგზელებენ. კი ბატონო, სიამოვნებით მოგესალმებით. ნუ რამ გამოიწვია ახლა იმ პერიოდში სხვადასხვის რუსთაველის თეატრში ისეთი სპექტაკლი იდგმებოდა, როგორც იყო მანამდე სანამ დაიხსნებოდა ესპანელი მღვდელი ანტიგონე დაიდგა. ოიდიპოსი, მერე მიშა თუმანიშვილის განსაკუთრებული სპექტაკლები, როცა ასეთი სიყვარულია და მაყურებელიც იყო და თეატრს ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ ბატონმა მიშამ გადაწყვიტა, რომ მცირე სცენა გაეხსნა რუსთაველის თეატრში. ერთის მხრივ ცოტა საეჭვო იყო, იმიტომ რომ მაინც შეჩვეული იყო ხალხი ამ თეატრს, დიდ სცენას, მაგრამ როგორც ყოველთვის ესეა, ნუ შეჩვეული ხარ და მაგრამ რომ გაიხსნა, ამან გაამართლა სხვადასხვის, იმიტომ რომ ამის მერე უკვე დაიდგა სპექტაკლები ჯერ ერთი რობერტ სტურვასი და ჩხეიძის სამანიშვილის დედნაცვალი მერე ანტიგონე მიშა თუმანიშვილის და მერე გააგრძელა მუშაობა ჭინჭრაკა მანამდე რა თქმა უნდა ჭინჭრაკა იყო პირველი რამაც ეს განახორციელა ეს დადგმა და ეს გახსნა მცირე სცენის მაგრამ ჭინჭრაკაში რა არის იცით საინტერესო რომ ბატონმა მიშამ თავის წერილშიც აღნიშნა რომ მე გაოცებული ვარ იმით რომ მსახიობებიო მეო დამყნენო ამ იმაშიო რა ქვია როლშიო და როგორც ბავშვები ისე თამაშობდნენ და სწორია აი მაგალითად სერგო ზაქარიაძე 55 წლის იყო და თამაშობდა ბაღდევს გოგი გეგეჭორი მგელს ეროსი მანჯგალაძე დავს მედია ჩახავა მელას ზინა კვერენჩხელაძე ტურას და ეს ისეთი ანსამბლი იყო რომ საოცარი მერე ბელა მირიანაშვილი და კარლოს აგანდელიძე რაღაც ბრწყინვალე მსახიობები განწირული იყო სპექტაკლი წარმატებისათვის და მართლა დიდი წარმატება ჰქონდა და ამის მერე ითამაშა სხვადასხვის რამაზ კიკვაძემ ის თავისი ამპულა შეცვალა რამაზმა აიჩი ქოსას ვითამაშებო მეო და ისე ითამაშა ეს ქოსა აი მის მერე გახდა სწორედ რამაზი მეფელირში რიჩარდ მესამეში კავკასიურ ცარცის წრეში და რამაზ კიკვაძის აღმავლობა დაიწყო ასევე მოხდა ის ამბავი რომ შესაძ ანტიგონე დადგა მიშა თუმანიშვილმა გურამ საღარაძე გაიხსნა ამ ხრივ გურამ საღარაძემ ითამაშა როცა ასეთი სიყვარულიაში მილან სტიბორი და ეს გურამ საღარაძეც ამით გაიხსნა და თავისი ახალი ამპულა შეითვისა და ეს დიდი მსახიობები გახდნენ რა თქმა უნდა და სერგო ზაქარიაძეზე მინდა ერთი რაღაცა გითხრა ამის შემდეგ ითამაშა სერგომ ჯარისკაცის მამა და ჯარისკაცის მამა მოედო მთელ საბჭოთა კავშირს. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჩვენ გასტროლებზე ვიყავით და თქვენ იცით გასტროლების ამბავი, როგორ საზღვარზე როგორ გადადიხარ, რანაირად ხდებიან, რა პასპორტებს ნიშნავენ რაღაცები და რო დაინახა ამ მესაზღვრეებმა სერგო ზაქარიაძე არისო, ნუ გაჩერდა სულ ყველა და რისი პასპორტის გასინჯვა, რა სად მინდიხარ, როგორ იყავ და არაფერი, აი ესე წვერებში მოკიდეს ხელი და მთელი მესაზღვრეები ასე ეფერებენ აწეციეჯი აი ესე გამოგიშვეს. მოკლედ დიდი წარმატება ხვდა პატარა სცენას ამ შემთხვევაში და მიშა თუმანიშვილის დიდი დამსახურება როს გამართლა. ეხლა ჩვენს რეჟისორებს მოусმინოთ და ბელას ამის შესახებ და პირველი სპექტაკლი მაინც კონკრეტულად რომელი იყო აი ჭინჭრაკაი დავიწყებ და ვიტყვი ხა რომ ამასაც თავისი წინა ისტორია ქონდა რატო გაიხსნა ხო ჯერ ერთი გამოფენას ხსნით 27 მარტს ეს არის თეატრის საერთაშორისო დღე და ტრადიციულად მუზეუმი ყოველთვის აკეთებს ამ დღის გამოფენას და რადგან მცირე სცენას 50 წელი შეუსრულდა და ეს ჭინჭრაკადან იწყება ყველაფერი ნახუცრიშვილის ჭინჭრაკადან რომელიც ბატონმა მიშამ დადგა ჩვენს თეატრში ამას წინაპირობა ნამდვილად
მუდმივად ქონდა და დავესესხები ბატონი მიშას მოგონებებს ის წერს რომ 80-იან წლებში ესე იხსენებს რომ ჩვენ ასეთი მცირე სცენები ეხლა ძალიან ბევრია ჩვენ თეატრებში მაგრამ ჩვენ ეს 1963 წელს გავაკეთეთ გავხსენით ეს ძალიან ადვილი სათქმელია ეხლა ამბობს ბატონი მიშა მაშინ ეს ძალიან რთული იყო და დიდი სცენა როგორც ბატონი მიშა აღნიშნავს დიდ ხელოვნებას მოითხოვს აი მცირე სცენა უფრო ინტიმურია ჩვენ თითქოს მაყურებელს ჭუჭრუტანა დაუტოვეთო და მივეცით საშუალება რომ აქედან ენახა სპექტაკლებიო და დაიწყეს ზღაპრით დაიწყო მცირე სცენა ეს იყო კეთილის გამარჯვება ბოროტზე. აი ასე დაიწყო მცირე სცენამ თავისი ფუნქციონირება და მოდის უკვე დღემდე გრძელდება მრავალი სპექტაკლი შეიქმნა და ესე მიეცა დასაბამით აი მცირე სცენის ისტორიას ჭინჭრაკამ მისცა თავისი ცხოვრება. ბატონო კოჩა, სამენიშვილის დედინაცვალში როლი, რომელსაც თქვენ ასრულებდით, დღესაც ახსოვს მაყურებელს და საინტერესოა თქვენთვის კონკრეტულად, აი ეს და ახალგაზრდა მსახიობებისთვის, ვინც თამაშობდნენ ზოგადად რა მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენ მეორე სიცოცხლე თითქოს მივეცით ამ სცენას. ბატონი სოსომ კარგად იცის, რემონტი იყო, დიდი სცენა იყო გადასული პროფკავშირების სასახლე იყო მაშინ და ბატონ რობერტ სტორმ როცა ნახა ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი ბატონ გიზო ჟორდანიას ჯგუფი ვიყავით ჩვენ და კაპიტან ანა კვესხვაძის თქვა რომ თლიანად ეს ჯგუფი უნდა წამოვიყვანოთ და მცირე სცენა პრინციპში დაგვითმეს ჩვენ და ჩვენ ესე იყო მცირე სცენის მსახიობები ესე ვითვლებოდით პირველი სპექტაკლი ჩვენ იყო სამანიშვილის დედინაცვალი და რატო სამანიშვილი იმიტომ რომ აი ამ სცენაზე ძალიან დიდი წარმატებით მცირეზე თამაშობდნენ თავის დროზე ბატონი რობერტ სურასა თემურ ჩხეიძის ცნობილ გახმაურებულ სამანიშვილის დედინაცვალს და მე მახსოვს პირველი ჩვენი სპექტაკლის დროს ის მონაწილენი ეგრეთ წოდებული უკვე დიდი არტისტები ბატონი გოგი გეგეჭვერი ბატონი კარლოს აკანდელიძე და ის მსახიობები ვინც ბატონი რამან ჭიკვაძე ყველანი იყვნენ დარბაზში ესწრებოდნენ ეს ხელვას ალბათ თვითონ სერგო ზაქარიაძე არა ჩვენ უკვე ბატონი სერგო აღარ იყო ჩვენ დროს უკვე ჩვენ გავხსენით და იყო ეს იყო ისეთი ძალიან დაძაბული მაგრამ ძალიან თბილი მიღება იმიტომ რომ მიხდნენ რომ რაღაც სხვა თაობა მოვიდა თაობა და რუსთაველის თეატრში თაობების ასეთი მიღება და მოდი ესე ვთქვი ტრადიცია ძალიან დიდია მე ერთ რაღაცას ვიტყოდი რომ მცირე სცენამდე გადამწყვეტი მნიშვნელობა ითამაშა მთლიანად ესთეტიკა შეცვალა რუსთაველის თეატრში ეს იყო სამსახიობო ტექნიკის მხრივ ეს იყო რეჟისორული აზროვნების იმიტომ რომ ის სპეციფიურად სხვა რაღაცას მოითხოვს იმიტომ რომ იქ არ არის ესეთი მოდი ესე ვთქვათ კახამძის რა არის ლუკები რა არის შტანგეტები ეს არის ისეთ პრინციპში საკონცერტო დარბაზი იყო თავის დროზე მათ ჭადრაკის ტურნირებიც იმართებოდა რიხტერს დაუკრავს ნეიგაუს ესე რომ ეს ძალიან დიდი ტრადიციის დარბაზია და უცებ აი ამ სცენაზე მოეწყო და მოდი ესე ვთქვათ შექმნა სპექტაკლი ძალიან ძნელი. ჩვენ როგორც მუსიკაში გაჩნდა ალტერნატიული მუსიკა რეალურად იმპროვიზაციები ხო თუნდაც აი მაგალითად რაღაც ჯაზის იმპროვიზაციები ხო და ან იმპროვიზაცია ამა თუ იმ თემაზე მაგრამ აქ ისეთ რეჟისორებს გაუკეთებიათ სპექტაკლი როგორც არის ბატონი რობერტ სურა ბატონი მიშა თუმაშვილი ბატონი გიზო ჟორდანია თემურ ჩხეიძე მე ხარ ჩამოვთი ძალიან ბევრი რეჟისორს აქვს და ძალიან ქალბატონი მედეკუჩი ნანა ხატისკაცი ძალიან ბევრი რეჟისორებს აქვს ნამუშევარი და ძალიან ბევრ წარმატებასთან არის ეს სცენა დაკავშირებული რაც შეეხება მე როგორც მსახიობს ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები ჩემი ჯგუფელები რო ჩამოვთვალო ახლა მერაბ ნინიძე ლევან ბერიკაშვილი ირაკლი მაჭარაშვილი ნანუკა ხუსკივაძე თარხან მოურავი ნანა შონია მაია ფაჩუაშვილი კეთი ჩხეიძე და ესენი ჩამოვედით ჩვენი სპექტაკლი და სამანიშვილი იყო ჩვენთვის მოდი ასე ვთქვათ კარტ ბლანში რომ აი ჩვენ რაღაცა შეგვიძლია და ზაზა პაპუაშვილი კიდევ და ჩვენ თამაშობდით და აი ამ სცენას არასოდეს არ აკლია მაყურებელი. რაღაცნაირი სხვანაირი სითბოც არის. რაც ბელამ თქვა ბატონ მიშას ეს ჭუჭრუტაინიდან და რა უნდა გითხრა ახლა სხვა თამაშის ხერხს მოითხოვს.
აქ ის დისტანციური რაც არის დიდ სცენაზე, ცოტა ხმის მომატება, ფორსირებული ხმა, ტექნიკა, სხვა გამომსახველობა, აქ ეს არის დამღუპველი. როგორც კი დამთავრებული, ანუ პლუსების გარეშე. როგორც კინო დიდი კადრით გიყურებს მაყურებელი, იმიტომ რომ აი ამაზე უფრო ახლოს ზის მაყურებელი და იქ შენ ვერაფრით ვერ დაიწყებ რაღაცეების თამაშს, ისე რომ სიყალბეში არ გადახვიდე. ამიტომ სპეციფიური სცენაა. მე როგორც სახიობს ძალიან ბევრი სპექტაკლები ითამაშე ამან და მე უკვე რაღაც პერიოდი როცა გადავერთვე რეჟისურაში, ჩემი პირველი სპექტაკლი იყო ბერნარდა ალბას სახლი. ესე ძალიან ზეთი დამახასიათებელი იყო, რომ ბატონ თემურ ჩხეიძეს ჰქონდა წინვალე სპექტაკლი, ქალბატონი სალომე ყანჩელი თამაშობდა მთავარ როლზე, ხა ქალბატონებს ნუღაც ჩამოთვლობთ იმდენი ქალბატონია იმ პიესაში და ვიღაცა ერთხელ მითხრა რომ აი რატო აკეთებ აი ამ პიესას ზუსტად აი ამ სცენაზე მითხარი მე მხოლოდ ვაკეთებ სიყვარულით, იმიტომ რომ ეს არ იყო რაღაც შეჯიბრი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო მე დავმარცხდებოდი ამაში. რისი თქმა უნდა ამ სცენას აქვს კიდევ ძალიან დიდი სითბო, ძალიან დიდი მოფერება და რატომ მაყურებელი ძალიან ახლოდან გიყურებს, ძალიან ახლოდან გაფასებს. ძალიან მოდი ესე ვთქვა, შენ ცრემლს ხედავს, შენი სუნთქვა ესმის. ძალიან თითეული მოდი ესე ვთქვა, მონაკვეთი და ესეთი შიშველი ხარ. ერთი ნაკლი აქვს, ერთი ნაკლი. აკუსტიკაა. ხო, ეხლა გავფუჭდი. ეხლა გავფუჭდა და მესამე რატომ შემდეგ ცოტა გავფუჭდა აკუსტიკა, იმიტომ რომ იქ ცოტა სხვანაირად იყო ეთყობა და 59 წლის ხანძრის შემდეგ ისე არ იყო აღდგენილი. მაგრამ უკვე ეს ბოლო რემონტის შემდეგ კიდევ უფრო გაფუჭდა აკუსტიკა და ყველანაირად ცდილობს ეხლა თეატრი რომ ეს ძალიან ძნელი სამუშაოა. ამ უნდა იცოდე წერტილები სადაც ხმას გაუშვი, როგორ უნდა გაუშვა ხმა და ცოტა ძნელია, იმიტომ რომ თამაშობ ორგანიულია ყველაფერი და ამ დროს ტექნიკის საშუალებით მე აქტერიკში მე-11-ში მეოცე ძალიან ძნელი. ხო, რა თქმა უნდა. ტექნიკა ფერმურჩი კარია, მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ როცა ეს გამოცდილება უკვე მოდის და უკვე ეს ტექნიკაც შენთან ერთად მოდის, იმ როლებს ვეღარ თამაშობ, რაც უნდა ითამაშო, მაგრამ სხვა როლებზე უკვე შესაძლებელი. მე ვიტყოდი, რომ აი ამ სცენას ჩვენ გვაქვს მოდი საკრაული დამოკიდებულება, იმიტომ რომ თავისთავად დარბაზი და შენობა არის ძალიან ჩვენთვის მე მაგალითად ესეთ კომფორტს არც ერთ თეატრში არ ვგზნობ, სადაც როგორც რუსთაველის თეატრში, იმიტომ რომ ეს არის მართლა სამეფო თეატრი. თავისი პომპეზურობით, თავის აი მთელი ისტორიით, მოდი ესე ვთქვათ, ბექგრაუნდით, რა ზურგს უკან მოყვება, იმიტომ რომ როცა შეინცი რომ თუნდაც იმ ფოიეში და იმ ოთახში ახმეტელი ცხოვრობდა, როცა შეინცი რომ აი იმ კულისიდან შემოდიოდა მარჯანიშვილი, თამარ წულუკიძე, თამარ ჭავჭავაძე, ვერი კვანჯაფარიძე, უშანგი ჭყიძე, სერგო ზაქარაძე, ეროსი, დიდი არტისტები, სხვანაირი დამოკიდებულება. მე არ ვიცი ახლა ახალგაზრდებს ეს აქვს თუ არა, თუმცა მე ერთ მაგალითს მოვყვები, ახლა მისული ვარ თეატრში და აი ესე ვხედავ ჩვეულებრივ ახალგაზრდები, როგორც ვისით ხოლმე. უცებ მოდის სახალხო არტისტები, ქავტონი, მედეე ჩახავა, სალომე ყანჩელი, ბატონი გოგი კაჭკური, მარინა თბილელი. და ვერ მოვასარით ფეხსი ადგომა, ვერ მოვასარით. ნუ აი ლუფტით ავდექით. არაფერი შენიშნა, მოგვესალმენ და გაიარ. მეორე დღეს რუსთაველის თეატრში შეიკრიბა კრება, რომ ახალგაზრდებმა დაარღვიეს ის, რომ არ მიესალმენ ისეთ ზუსტად, როგორც საჭირო იყო და ერთი თვის ხელფასი მოგვიხსნეს. მე გამახსოვს, მე თაობის წარმომადგენელი ვარ და თქვენ ასეთი დასჯა. ხო, დასჯა მივიღეთ, ოღონდ ეს იყო რა კარგი, რატომ იმიტომ რომ ბატონ გოგი გეგეჭოს ყოველდღე რო ხვდებოდი, 10 ჯერ შევხვდროდი, 15 ჯერ მივესალმე. და ბოლოს მითხრა კაპანაც კიდე რომ მომესალმო, იცოდე მოგკლავ. იმიტომ რომ იცი აი ეს რაღაც მოწიწება, რაღაც არა, მოწიწება იყო, ლიდერები იყვნენ ძალიან დიდი არტისტები იყვნენ რუსთაველის თეატრში და ერთ რაღაც ბატონს დიდი ბოდიში, რომ რუსთაველი ხო არის ხოლმე, რა ახალგაზრდებს ახლა მცირე სცენაზე რატომ? მცირე სცენაზე რომ ხალხს და არტისტებს უთამაშია. ახლა ჩემ ბოლო სპექტაკლში ჯამბაზებში არის, კახი კავსაძე ამოდის სცენაზე და ამბობს ოხ რა არტისტები იდგნენ აი ამ სცენაზე, ხა აღარაფერს ვამბობ ქვედა სცენაზე, ხო, მაგრამ ეს მომენტი არ იყო, ხა მცირე სცენა და დიდი სცენა, ყოველთვის იყო სცენა, სადაც ადამიანები, არტისტები, რეჟისორები აკეთებდნენ თავიანთ სათქმელს და მე მინდა ბელას მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მისი გუნდი ძალიან ბევრს აკეთებს, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტებს აკეთებს და კიდევ ერთხელ გავიმეორე 27-ში 5 საათზე რუსთაველის თეატრში ყველა ეპატიჟება განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს
ახალგაზრდებს. არა, მე უბრალოდ ის მინდა ვთქვა ორი სიტყვით, რომ თაობა იყო თვითონ ისეთი რა, სასწაული თაობა. ეს ნიჭერები ხო იყვნენ, მაგრამ ყურადღება გამოიჩინეს ჩვენს მიმართ. თეატრში რომ მივედით, მე ასეთი ყურადღება არ ვიცი. თუ სადმე არსებობს რომელიმე თეატრში. და ეს ყველაფერი თავიანთი ეს ნიჭი, თავიანთი პატივისცემა, თავიანთი ყურადღება, თავიანთი ადამიანობა, რაც თავარია, გადმოგვცეს ჩვენ. ეხლა ღმერთმა შეგვიწყო ხელი და ქვი დაბადებიდან ეს ყველაფერი, მაგრამ სად შეხვალ ამას ხო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და აი ეს რაც შეეხება იმ შენობას სხვადასხვაის, მე შენს მხარესა ვარ, იმიტომ რომ მართლა განსაკუთრებული შენობა არის რუსთაველის თეატრში. აი რამდენი შემოვიარეთ ქვეყანა გასტროლებთან დაკავშირებით. სად დარყოფილად, ნუ გინ ამერიკაში, გინ ინგლისში, გინ ავსტრალიაში, არის ევროპაში, რუსეთში, რუსთაველის თეატრის ნაირი მე დარბაზი არ მინახავს. ერთადერთი იტალიაში გასტროლების დროს, რეჯო ემილიაში, სადაც გამოვდიოდით გასტროლების დროს, აი მაშინ შევადარე რუსთაველის თეატრის შენობა, რეჯო ემილიას შენობას. აი თანაშენი მე ასეთი აი ცირეს დამოკიდებულებას უკაცრავად ვამბობ რომ აი ჩვენ რომ მოვედით თეატრში აი ბატონ სასომბრაც ბრძანა უფროსი თაობა რო დახვდა როცა სამანიშვილზე ბატონო გიზომ გადაწყვიტა რომ სამანიშვილით გაეხსნათ ახალი სცენა თქვა ეს რომ მოდით აურჩიოთო კოსტიუმი რო ხა ჩოხების მეტი რა არის ქართულ თეატრში ხო და მე მახსოვს დასის გამგემ ბატონ ნოდარ მარგველაშვილმა ბრძანა ჩვენ რა გვიღირს იმათ რომ ახალგაზრდები რომლებიც პირველად გამოდიან სცენაზე გამონაცვალი არა და წაგვიყვანეს და ახალი კოსტუმები შეგვირს ნუ ჩოხები ეს ისეთი ის იყო რა უკვე ჩვენ თავიდანვე გვაჩვევდნენ რომ მოვედით საიმპერატორო თეატრში ეს აი ეს თეატრია ეს ბელა თქვენ არა ეს ბატონმა სოსომბძანა რომ ესეთი ამ სადარი თეატრი არ არსებობს და მართლა ძალიან ბევრი უცხოელი როცა აქვს სტუმრობს ეს ძირითადად არიან იტალიელები ესპანელები გერმანელები და ისრაელიდანაც და გაოცებულები ესეთი არ გვინახია ეს შტაბეჭდილება დარბაზში რო შედის და ნუ არაფერს არ ვიტყვი როცა ქიმერიონში ისინი ჩადიან და ამ საოცარ მხატვრობას ფრესკულ მხატვრობას ნახულობენ მაგრამ ისე მინდა ჭინჭრაკას დაუბრუნდე რომ საიდანაც დავიწყე და გოჩამ ბრძანა რომ აი ჭინჭრაკათი დაიწყო სტილის ცულა რუსთაველის თეატრში და აი ეს მართლა ეს იყო თითქოს ჭინჭრაკა ეს ერთგვარი ხიდი იყო აი რომანტიკულ პათეტიკულ დეკლარაციულ გმირულ ჰეროიკული დიახ თეატრიდან დღევანდელ რეჟისორულ მეტაფორულ თეატრამდე აი ეს გააკეთა ჭინჭრაკა და ერთი წუთით კიდე თუ შეიძლება ამაზე ვიტყვი საქართველოს დავთავდება ეხოვითი ტელევიზიაში აი რაც იქნება გამოფენილი ძალიან მინდა რომ ახალგაზრდებმა ნახოს იქნება აი ჭინჭრაკას ფარდა ანტიგონის ამფორა რომელიც თავად ბატონმა მიშამ ჩვენ მოგვიტანა მუზეუმში თავისი ხელით მუზეუმს გადმოცა და ეს ჩვენთვის რაღაც განსაკუთრებული ექსპონატია და აი ეს იქნება გამოფენილი იქნება კოსტიუმები ესკიზები ფოტოები ყველა იმ სპექტაკლიდან თითო ექსპონატი მაინც რომელმაც თავისი კვალი დატოვა და დღესაც გრძელდება რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლებით დიდი მადლობა საკმარისი ინფორმაცია კი ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ რომ ვილაპარაკეთ ამ თემასთან დაკავშირებით და ეს ისეთი თემაა რომელსაც სულ სიახლე ჭირდება ადეკვატური უნდა იყოს რეალობის პატარა სცენა იქნება თუ დიდი სცენა იქნება აუცილებლად უნდა იყოს მაყურებლისთვის და მე იმედი მაქვს რომ არა მარტო რუსთაველის თეატრში ზოგადად ჩვენთან ქვეყანაში ქალაქში და მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვართ რომ არ ჭირდება ის რომ ჩვენ უსურვებთ წარმატება ამ ორივე სცენას მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვართ და კიდევ ერთხელ გისურვებთ რომ ძალიან ბევრი წარმატებული პრემიერა შედგეს ამ სცენაზე ერთად მაყურებელთან მსახიობთან დიდი მადლობა ჩვენ დავემშვიდობთ ჩვენს მაყურებლებსაც რა თქმა უნდა ერთმანეთს ისევ სულ მალე შევხვდებით ხვალ ჩვენი მეგობრები იზრუნებენ თქვენს კარგ განწყობაზე მანამდე კი დღეს ძალიან წარმატებულ დღეს და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ დროებით